თბილსერვის ჯგუფში ფიქტიურად დასაქმებული პირების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილსერვის ჯგუფის საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა. გამოძიება ასეულობით ადამიანის უკანონოდ დასაქმებისა და საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით ფიქტიურად დასაქმებული პირების ხელფასი მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხით ფინანსდებოდა. Ხვალ 4 საათზე ველოდები სხვადასხვა შეხვედრა გაადავდა. ქალაქის მერს გამომძიებლის კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს საკუთარ კაბინეტში მოუწია. დასუფთავების სამსახურში ფიქტიურად დასაქმებული ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების გაშიფრული სქემა საგამოძიებო უწყებამ 2 დღის წინ გაახმაურა. დასაქმებული კოორდინატორების საქმესთან ერთად მეცხრე არხის ინფორმაციით გამომძიებლებს გიგი უგულავას კითხვები ელექტროენერგიასთან დასუფთავების გადასახადის მიბმის შესახებაც დაუსვეს. თბილსერვის ჯგუფთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რომელზეც საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს პროკურატურის შესაბამის დეპარტამენტი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით შპს თბილსერვის ჯგუფში, რომელიც მანამდე ქალაქის დასუფთავების სამსახურს წარმოადგენდა და ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, 2011 წლის 1 ივლისიდან შპს-ად გადაკეთდა და თვითდაფინანსებაზე გადავიდა. 2011 წლის 1 ივლისს საკრებულოს გადაწყვეტილებით დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადი გაერთიანდა. 2011 წლის ივლისიდან თბილისელების მიერ გადახდილი დასუფთავების საფასური პირდაპირ მიემართებოდა თბილსერვის ჯგუფის ანგარიშზე. სწორედ მოსახლეობიდან აკრეფილი თანხიდან გაიცემოდა ხელფასები ფიქტიურად დასაქმებულ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებზე. შპს თბილსერვის ჯგუფის დირექტორის თორნიკე შიოლაშვილის ჩვენებიდან დგინდება, რომ ხსენებული საქმე მას გიგი უგულავას ერთ-ერთმა მოადგილემ დაავალა. საკრებულოს წევრი კახა კუკავა 2011 წელს დასუფთავების გადასახადის საკითხის ხმაურიან განხილვას იხსენებს. ოპოზიციური ფრაქციის წევრი აცხადებს, რომ ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა, რისთვისაც დღეს პასუხისგება უწევთ. მე იმედი მაქვს, რომ თბილსერვისის დონეზე არ გაჭირდება გამოძიება და ზოგიერთი გათვლებით არის დაახლოებით 15 მილიარდი მოპალური 9 წლის მანძილზე და უნდა დადგეს თლიანობაში აი ამ ძალიან მასშტაბური და ძალიან ელიტური კორუფციის ხელმძღვანელების პასუხისგებლობის საკითხი. ქალაქის მერის საგამოძიებო უწყებაში დაბარების ფაქტს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერიდან გამოეხმაურა. გიგი უგულავა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საჯარო პირობა დადო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და თუ აქამდე ჩვენ გვაბრალებდნენ ფულის მიტაცებას, ახლა ფულის დარიგებას და ხელფასების გაცემას და ხალხის დასაქმებას გვაბრალებენ, ამაზე შემიძლია პასუხები გავცე. საგამოძიებო უწყებაში გიგი უგულავას დაბარება დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს. თინა ხიდაშელის ინფორმაციით ქალაქის მერის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. მან განცხადებები უნდა აკეთოს ეს სწორია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მან თავი უნდა დაიცვას, სხვა გზა არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ არის უამრავი სამხილი. მე არ ვიცი პროკურატურას რა აქვს, არ ვიცნობ ამ საქმეს, მაგრამ მე ვიცი მე რა მაქვს მაგალითად და დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ის, რასაც მე წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. გიგი უგულავას დაკითხვას გამომძიებლებმა 4 საათი მოანდომეს. მათი ინფორმაციით ქალაქის მერმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.